დღეს ძალიან გემრიელი საჭმელი უნდა მოვამზადო ესეთი მწვანე ყვავილებისგან, რომელსაც არტიშოკი ქვია. საქართველოში ესეთი ცოცხალი არტიშოკები ჯერ არ შემხვედრია, შეიძლება იყოს გაყინული მდგომარეობაში, მაგრამ ეგეც არ მინახავს. საკმაოდ გემრიელია, საკმაოდ სასარგებლოა, დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს, კალციუმს და რკინას. მომზადებაც საკმაოდ მარტივია. თვითონ ეს არტიშოკები რამდენიმე სახეობის არსებობს და შესაბამისად რეცეპტიც მრავალფეროვანია, საკმაოდ ბევრი რეცეპტებია, ზოგი ხარშავს, ზოგი წვავს, ზოგი ხორცთან ერთად ანელებს და ასე შემდეგ. პირადად დღეს მე ძალიან მარტივ რეცეპტს შემოგთავაზებთ, ასე რომ თუ გაინტერესებთ როგორ მზადდება არტიშოკები, მიყურეთ, აუცილებლად უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე. პირველ რიგში აი ეს უხეში ფურცლები, რომელიც აქვს არტიშოკს, ეს უნდა მოვაცალოთ. სხვათა შორის ძალიან ბევრი ნაგავი რჩება არტიშოკის გაწმენდისას, სხვანაირად არ იჭმდება სამწუხაროდ. ეხლა ეს არის დაახლოებით 2 კილომდე არტიშოკი და საბოლოო ჯამში ნახავთ რაც დარჩება. აი ეს უხეში ფურცლები უნდა მოიჭრას. და ნახეთ, უნდა აიღოთ დანა და ესე უნდა გადაჭრათ. აქვე ესეც ძირი უნდა გასუფთავდეს. ნახეთ. აი ესე უნდა გაითალოს ეს ყველაფერი. აი ესეც უნდა მოიჭრას და უყურეთ აქ როგორი ლამაზი ვარდივით არის, ხომ ხედავთ? და ესენი კიდე უნდა შემოიფცქნას, იმიტომ რომ ხელში უხვდები აშკარად, რომ უხეშია. აი ეს. ეს ნაგავი ცოტა ხანი მივწიოთ, ახლა გვერდზე რომ აგიხსნათ, შემდეგ რას ვაკეთებ და ეს ნაწილი ახლა უნდა გაუჭრათ ესე შუაზე. უყურეთ ახლა ყველაზე საინტერესო რა ხდება. აი აქ თუ ჩანს ახლა ვიდეოში არის რაღაც ესეთი გულივით აქვს, თმების მაგვარი რაღაც არის, ეს აუცილებლად უნდა ამოვიღოთ კოვზით. აი ავიღოთ ესე ჩაის კოვზი და აი ამითი ესე ამოვასუფთავთ. ეს არ იჭმევა. აი ნახეთ, აი როგორია, ხედავთ? აი ეს უნდა ამოსუფთავდეს. მოდი ამას მე ცოტა კიდე ესე ორ ნაწილად გავჭრი, რომ ამოსუფთავება უფრო მარტივი იყოს. აი ესე. ეს არ იჭმევა. აი ეს. ანალოგიურად ვაკეთებთ აი ამ ნაწილსაც. პარალელურად გაზზე მიდგას წყალი, რომელიც დუღდება, უნდა იყოს გამზადებული, რომ საჭმელი გავაკეთოთ და ასევე ცალკე უნდა მქონდეს ჯამი, წყლით სავსე, სადაც ჩავასხავ ლიმონს, ჩავაწურავ უფრო სწორად ლიმონს. არტიშოკებს აქვთ ერთი ესეთი ჩვევა, რომ დრო რო გადის, ისინი იწყებენ გაშავებას. შეხედა უკვე ძალიან ცოტა დრო არის გასული და არტიშოკებმა დაიწყეს გაშავება. ამიტომ ეს არტიშოკები უნდა მოვათავსო წყალში. შეხედეთ, აი ესე, წყალში, რომელშიც ჩავაწურავ ლიმონს. აი ეს, აუცილებლად ლიმონი უნდა ჩავაწუროთ, რომ არტიშოკები არ გამიშავდეს. შემიძლია ჩავაგდო კიდეც ლიმონის შეკრება. ესე. აი ესე ანალოგიური პრინციპით უნდა გავასუფთავო აბსოლუტურად ყველა არტიშოკი. ისეთი შრომატევადი საქმეა თან. კი ვთქვი წეღან რომ მარტივია მეთქი, მაგრამ ასევე შრომატევადია თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ყველაფერი უნდა გაირჩეს. ზოგს ურჩევნია მართლა რომ გაყინული და გასუფთავებული იყიდოს და ისე გააკეთოს. მე უბრალოდ ახლა ესე პირველად ვარჩევ, მეც ძირითადად სულ გაყინულებს ვყიდულობ ხოლმე, ნახეთ ისე როგორი ლამაზია. აი რამდენი ნაგავი გამოვიდა ფაქტიურად, შეხედეთ რა, თითქმის უმეტესი ნაწილი გადასაყრელია. აუცილებლად სჭირდება ლიმნის წვენი, იმიტომ რომ უყურეთ როგორ გაშავებას იწყებს მერე თვითონ არტიშოკი, მარტო ეს არა,
ხელთათმანების გაკეთებაც აუცილებელია, იმიტომ რომ ჩემ ხელებსაც უყურეთ რა დაემართა, საერთოდ გაშავდა. და აი ნახეთ, ჯამში ესე ჩავყარე, ჩავასხი, ჩავაწურე უფრო სწორად ლიმონი, თვითონ ეს ლიმონიც ჩავაგდე და აი ესე რო იწყებს უკვე გაშავებას, ესე უნდა ჩაიძიროს წყალში და ფერს არ შეიცვლის. ეხლა ეს ყველაფერი უნდა გავრეცხო და ჩავყარო ადუღებულ წყალში და ვადუღოთ დაახლოებით 20 წუთი. მანამდე გავამზადებ უკვე საკმას, თან განახებთ რას და როგორ გავაკეთებ და ნახოთ რა გამოვა საბოლოოდ. ჩვენი არტიშოკისთვის საკმაზისთვის ესე იგი გავხეხე ნიორი, აი. ეს არის პეტრუშკა, აქვე უზავი ხარ ცოცხალ ქინძს, აუცილებლად უნდა ზეითუნის ზეთი. უნდა მოასხათ ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, რაც შეიძლება ბევრი, მე მიყვარს ცოტა მჟავი, ამიტომ ბევრ ლიმონს ვუზავ, მარილი და შავი პილპილი. ამ ყველაფერს ერთმანეთში აურევ და როცა ჩემი არტიშოკები უკვე მზად იქნება და მოხარშული იქნება, დავამატებ და მე უნდა შევდგა ცოტა ხანი მაცივარში, იმისთვის რომ ეს ყველაფერი გემოები გაუჩნდეს ამას და ძალიან გემრიელი გახდეს. აუცილებლად ზეითუნის ზეთი თუ არა გაქვთ, ჩვეულებრივ ზეთს შეგიძლიათ იხმაროთ, მაგრამ მე ზეითუნი მაქვს და უკეთესია თუ ზეითუნსაც ვუზავთ. მოკლედ, ჩემი წყალი ადუღდა როგორც იქნა და ამ ადუღებულ წყალში ამ ჩემ არტიშოკებს ჩავყრე ახლა და ამან უნდა იხარშოს დაახლოებით 20 წუთი. ესე. ლიმონი შემიძლია, მივაყოლო, არ არის პრობლემა. აი. 20 წუთში რომ მოიხარშება, ეს ძირები, აი ეს ძირები დაურბილდება და მაგითი მივხვდები მე რომ ეს არის მოხარშული. ნახეთ, მოხარშული არტიშოკები აი ესე გამოიყურება, უბრალოდ ჩანგალს ჩააჭობ. ძალიან რბილად უნდა ჩავიდეს და მივხვდები რომ მოხარშულია. ახლა ამას გადმოვიტან სულ ჯამში და მოვასხავ ზემოდან უკვე საკმაზს. მინდა გითხრათ რომ ძალიან გემრიელია, შეკაზმული არტიშოკები უკვე აი ესე გამოიყურება. ამას ახლა დაყოვნება სჭირდება რომ ეს გემოები გაუჯდეს ერთმანეთში. ლიმონი რაც შეიძლება ბევრი მოვასხე, იმიტომ რომ მე მიყვარს მჟავე, როგორც გითხარით. ეხლა ამას ცოტა ხანი გავაჩერებ და მოკლედ თუ კი მოგეწონათ აი ეს რეცეპტი, საკმაოდ მარტივი, შეგიძლიათ თქვენ თვითონ თავად გაამზადოთ. უბრალოდ ჩემი შესწორება იქნება ის, რომ მართლა ძალიან ბევრი წვალება სჭირდება აი ამეების გაფრთხნას და იმას, ესე აღმოჩნდა და ამიტომ ჯობია მე მგონი რომ მართლა გაყინული იყიდოთ და ისე მოვამზადოთ. დროებით.